ლადუშა. მიყურე შენ, მიყურე და მე ნელ-ნელა ასე აღარ არის, ჩემო ლადუშა, მე ნელ-ნელა უკვე ისეთი პოპულარული ხდები, რომ ჩემზე გაზეთებში წერენ. და სხვა შორის პოლიტიკოსი ხდები. თურმე. არ იცოდი? თუ არ იცოდი და გინდა ერთად ვნახავთ ის სტატია. კი ბატონო, აი. შეხედე? ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც სხვა პარტიები, მომავალი არჩევნებისთვის ემზადება და ყველაზე ცხელი თემა ცხადია საარჩევნო სია. დიდი შეხლა-შემოხლა პარლამენტართა რიგებში ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის შეყვანასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ამ პროცესს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, რომელიც დაჟინებით ეძებს ახალ ფეისებს, ანუ პოპულარულ სახეებს. რომელთა შორის არიან მსახიობი, შოუმენი და ექიმი ოთარ ტატიშვილი, აგრეთვე ჟურნალისტი მიშა თავხელიძე. კულუარული ინფორმაციით ორივე თანახმაა საზოგადოებას ამჯერად პოლიტიკოსის ამპლუაში მოევლინოს. ესეც მე ვარ. ნაციონალების სიაში მოვხვდი აგერ მოიცა. ბიზნეს სიას რა უყო კაცო? ლადუშა. ბიზნეს. მოშინე, ნაციონალების სიაში მე რამდენი ვარ? 39. ბიზნეს სიაში? 55. არა. წავალ ისე ბაჩუკი ქარდავას დაურეკავ. ეგ პირველ ნომრად სვავს. ლას-ვეგასში გათენდა. ზეახლა ამოვიდა. ვაშინგტონში შუა დღეა. დაწმაც სამოვიდა. ამსტერდამში შვიდი საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა დიდი ამბებია, ძალიან დიდი ამბებია ხალხო. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა დაარსოს და ააშენოს ქალაქი ლაზიკა. მაგრამ პრეზიდენტს ასეთი რამე უთქვავს, რომ ქალაქი რომ სრულფასოვანი იყოსო, ამისათვის უნდა არსებობდესო შესაბამისად ლეგენდაო. ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ დაარსდა ეს ქალაქი. აი მაგალითად თბილის ხო აქვს ლეგენდა აქვს, რომს აქვს ლეგენდა, ანტვერპენია ქალაქი ბელგიაში, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივი ლეგენდა აქვს და ლაზიკასაც უნდა ქონდეს ლეგენდა და გამოცხადდა ლეგენდების კონკურსი. გამოაცხადა რაღაც სამინისტრომ, აღარ მახსოვს რომელმა, ლეგენდების კონკურსია საქართველოში, სადაც მონაწილეობას ღებულობენ როგორც ადგილობრივი ლეგენდოლოგები, ასევე მოწვეულები, უცხოეთიდან ჩამოსულები და რამდენიმე ვერსიას მე შემოგთავაზებთ. პირველი ლეგენდა, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ზღვაზე. სადაც იგი, მიხეილ სააკაშვილი, შეაწუხა კოღომ. ასე იჯდა გაზეთს კითხულობდა, ალიას და ამ დროს კოღო მობეზდა სააკაშვილს ახლა კოღო როგორია ყურში აიღო ეს გაზეთი ალია ასე კარგად მოკეცა და მოუქნია და დღრუზა ამ შენ კოღოს ეს კოღოც ადგა და ჩავარდა იქვე ჭაობში და ნელა მიჩუმდა ჭაობში და ბოლოს მოკვდა ასე დაარსდა ქალაქი ლაზიკა მეორე ლეგენდა მე უფრო მომწონს მიხეილ სააკაშვილი ფოთიდან მოდიოდა ანაკლიაში ლაზით.
ლაზი ავტობუსი ასეთი ლვოვის ავტოქარხანა უშვებდა ავტობუსებს და გზაში ამ ლაზმა აადუღა წყალი. ხედავთ ცხელი წყალი ამ ლეგენდაშიც ფიგურირებს. ხო და სანამ ეს გოლი გადმოვიდა და ჭაობიდან ამოიღო წყალი და ასხავდა მოტორში, ძრავში ბოდიში. ამ დროს სააკაშვილს მოეწონა იქაურობა და დაფიქრდა რომ აი ქალაქი უნდა ავაშენო და ნეტა რა უნდა, ნეტა რა დავარქვაო. ლაზ ურიო არ მომწონსო რუსულს გავსო. ლაზერი არ ვარ გაო, მაზალოცო არაო. მე მძღოლს ეკითხება, შენო რა ქვიაო? იმან უთხრა რომ მეო ირაკლი მქვიაო, მაგრამ ისეო იკას მეძახიანო რა. და აი აქ უცებ მუზა მოვიდა სააკაშვილს ლაზი, იკა და ქალაქს დაერქვა ლაზიკა. ეს ამბავი მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვის 2011 წელს, როდესაც ევროპაში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა, ხოლო მაესტროზე ორმეფობას უფევდა. უცხოეთიდან გამოეხმაურენ იტალიიდან, ქალაქ რომიდან ვინმე ფრანჩესკო ტოტიმ გამოაგზავნა ასეთი ლეგენდა, რომ პონტოს ზღვას, ასეც უწოდებენ შავ ზღვას, ვინც არ იცის, პონტოს ზღვამ გამორიყა ორი ახალშობილი კოლხეთის დაბლობზე. ლაზი და იკალიუსი. მოკლედ ეს ორი ახალშობილი უპოვია გიგანტურ კოღოს. ამ გიგანტურმა კოღომ აწოვა ძუძუ და გამოზარდა ეს ლაზი და იკალიუსი. სხვათა შორის ეს კოღოს გაზრდილი ბიჭები საკმაოდ ისეთი ვაშკაცები გამოვიდნენ, გმირები, ხა ცოტა წრიპინახმა გიქონდათ. მაგრამ ნუ ისეთი საკმაოდ ძლიერი ვაშკაცები და ააშენეს ეს ქალაქი ლაზიკა და მერე აქ დაიდგმევა ძეგლი გიგანტური კოღო და ქვემოთ ლაზი და იკალიუსი წოვენ ამ ძუძუს. ერთი ქონია ერთი კოღოს და ინაწილება. არაჩვეულებრივი ლეგენდა. სხვათა შორის ძალიან მაგარი ქალაქი იქნება ლაზიკა და სლოგანიც მაგარი ექნება. აი თბილისი მაგალითად ხო არის ქალაქი, რომელსაც უყვარხარ. ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ყველა ჩამოთრეულია. გადავინახოთ პრეზიდენტის რეზიდენციაში, კახეთიდან იყვნენ ჩამოსული ახალგაზრდები, ბავშვები რეზიდენციის დასათვალიერებლად, რა თქმა უნდა, მივიდა რუსთავი 2, მივიდა ტელეიმედი და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ ერთ-ერთ გოგონას რა მოეწონა ყველაზე ძალიან პრეზიდენტის რეზიდენციაში რუსთავი 2-ის ვერსიით. გთხოვთ. განსაკუთრებით პროტოკოლის სამსახური მომეწონა, რადგან მართლა ყველაზე დიდი სამუშაო მათ აქვს შესასრულებელი და ყველაზე საპასუხისმგებლო. აჰა. გასაგებია, მოეწონა პროტოკოლის სამსახური. ახლა ტელეიმედს რა უთხრა, რა მოეწონა ყველაზე ძალიან? და ხედი ხო არაჩვეულებრივია, ყველაზე მეტად ხედი მომეწონა. ახლა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ მარტო ტელევიზიებს ამას ვერ დავაბრალეთ. კარგი. ზურბაზო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ არაჩვეულებრივი პროგრამაა, პროექტი, მამიდა ჩემი იზოლდა მხარს უჭერს ამ პროექტს. 30 დღეში 30 საავადმყოფო. დღეს პრეზიდენტმა გახსნა საავადმყოფო ჩაქვში, სადაც მე მივავლინე ჩვენი სპეციალური სრულუფლებიანი და საგანგებო ბიჭი, შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. გუჯა როგორ ხარ? გუჯა, ეს კაცი ვინ არის? ეს იქნება ჩართვაზე? ხალხო, ვინ არის ეს კაცი? ოპერატორი. ეს კაცი იქნება ჩართვაზე, გეკითხებით ხალხო. მე ვიყავ. ხო, ჩართვაზე იქნები? არა ვარ ძმაო, საერთოდ ჩართვაზე რა გინდა? ჩემთვის გევარ ჩუმად რაღაცა თავი დამანე რა უნდა? კი, მაგრამ ეგ მიკროფონი საიდან გაქვს? მიკროფონი საიდან გაქვს? ეგ მიკროფონი. მიკროფონი რა ვიცი, ვიღაცა მოვიდა და მითხრა რომ დამიკავი გეხვეწებიო. ეო რაღაც საქმე მაქვს, რა ვიცი, რაღაც საქმე მაქვს და ჯერ რომ ის მაინც ვერ ჩამრთავსო და ის ბოთეო, თან ესე დააყოლა, არ ვიცი. ვინ ხარ გასვში? ჰა? რა გინდა საავადმყოფოში? რასაკეთე? ვინ უნდა ვიყო ახლა? ვინები არიან ხოლმე საავადმყოფოში? საავადმყოფოში არიან, მე შენზე კარგად ვიცი ვინ არიან საავადმყოფოში. არიან ექიმები და ავადმყოფები. ექიმ შენ არ გავხარ და ვინ ხარ, მითხარ. ჰა? ვინ ხარ? რასაკეთე? ეთახმები ექიმი არა ვარ ხო, მაგრამ ნუ არც ავადმყოფი არა ვარ, ამეტყობა ეხლა მე ვარ ავადმყოფი? გასლაბარავ. მაგრამ კაი ხო გეტყვია. ხო და რასაკეთებ მე ტყვი მან?
კარგი გეტყვი, მაცადე ერთ წუთი. მიდი. იმ დღეს რა დღესაც სამსახურიდან წამოგვიყვანეს რა პრეზიდენტიო საავადმყოფოს ხსნისო და თქვენ გარეთ უნდა დავხვდეთ და ხელი ჩამოვართვათო და ვაჩახებთ. ვა, კარგია, რა გინდა პრეზიდენტი ხელს რო ჩამოგართვებს, ძალიან მაგარია, ჰა? რა სიტყვი, მაგარია, ხო? აი, მაგარი რა, ეხა პირველად კი არ ჩამომირთვია ხელი. აი, აგოდეხშიც, ხონშიც და იქ დელფინარიუმშიც ჩვენ ვიყავით. გასაგებია, ანუ ერთი და იგივე ხალხი დადიხართ და ეხა მარტო რატო ხარ, დანარჩენებს სად არიან? დანარჩენები წავიდნენ. წავიდნენ? სად წავიდნენ? რა უნდა, რატომ ეკითხება ამდენ რაღაც, ვინ არის? სად წავიდნენ, სად? ხო, კაი, გეტყვი, სად წავიდნენ და თბილისში წავიდნენ ივანიშვილის რაღაცა პარტიის ყრილობა აქვსო და რო გამოვლენ ხელი უნდა ჩამოვართვათ. მომისმინე, ის სად არის ის მიკროფონი ვინც დაგიტოვა, მანდ არის სადმე? ის არ ვიცი, არ ჩანს, მაგრამ ისეთ გოგოსთან ერთად იყო, მეგონი დააგვიანდება იცი. კარგი, დიდი მადლობა, დაგემშვიდობები. ხო, რა ვიცი, რას მესალმებოდი საერთოდ. კარგი ხო, დიდი მადლობა, ეს იყო გუჯა კი არა და რაღაცა ვინც იყო მოკლედ რა, ძალიან დიდი მადლობა. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევქმნით კომპანია, რომელიც ამზადებს საარჩევნო და სარეკლამო მუსიკალურ კლიპებს. ჩვენ მოგმართა, გახსოვთ ალბათ, დავამზადეთ ასეთი კლიპი სპეციალურად გუბას სანიკიძისთვის, პაატა ზაქარიაშვილმა მოგმართა, შალვა ნათელაშვილმა, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის სახეებმა, ნუგზარ ციკლაურმა, პალიკო კუბლაშვილზე გქონდა მომზადებული სარეკლამო სიმღერა, აკაკი მინაშვილზე და ასე შემდეგ. მოგმართა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ რა თქმა უნდა მას მოუმზადეთ საარჩევნო კლიპი და ახლა გთავაზობთ მას ასე ბიძინა ივანიშვილი live at maestro. გთხოვთ. მოგესალმებით. მოგიცოდი რომ ეს ესე იქნებოდა ეს მეგზინი. უნდა მოხდეს ის, რომ საზოგადოება მაკონტროლოს თავრობა და არაპირიქით. აცხადებად ეს. ასაც ეგასიმ შენია. ჩემი სოფლდულობა, ჩემი დამოკიდებულება კონკრეტების სადმი. სასურზე იგო, ვათან ჩემი სოფლდულობა, ან ჩემი სამშობლო. რა თქმა უნდა, არჩევანი სწორედ გავაკეთე. ეს მეგზინი. ამიტომ ეს რაღაცებს ვიტან, ეს რაღაცებს შევეგვე, რაღაცებს ვებძვი. თუნდაც იმის განცდა აქვს და იმის ილუზია აქვს, რომ 20 წელიწადია მუდმივად გეგმა როგორ მოვიდა პოლიტიკაში და ნიტო ახორციელებდი ამას. ეს მეგზინი. შეიძლება გავარჯილოთ თუ არა? ბატონოს არა. გავაკეთებ იმას, რაც ვაკეთებდი და გავარჯილოთ იმას, ისე როგორც ვაკეთებდი.
ეს მიგრძენი ეს მიგრძენი ეს მიგრძენი 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 გავაგზავნოთ დღეს ღამის შოუში გთავაზობთ მომავლის კონცერტს. მას ასე 2021 წელი ქალაქი ლაზიკა უჩატყებუჩავას მოედანი და მოედანზე ჩატარებული კონცერტი. მოგესალმებით ძვირფასო ლაზიკელებო და ჩვენი ქალაქის სტუმრებო. დღეს მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მომღერლები ჩვენ ქალაქს უმღერებენ. კონცერტს გახსნის მომღერალი, რომლის ხანგებზეც მთელი თბილისიც ეკავდა 30 წლის წინ, თუ რა თქმა უნდა, იმ დროს არავინ აყაჩაღებდა. დიახ, თქვენ ლაზიკელების ახალ თაობას ეს სახელი შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ კითხეთ თქვენ მშობლებს. კითხეთ და ისინი აგიხსნიან თუ ვინ არის დოქტორ ალბანი. განვაგრძობთ კონცერტს, ისევე როგორც ყველა დიდი სიმღერა, მათი ჰიტიც ცოტათი მოპარულია. დიახ, მათ წააგეს სასამართლო ბოლივიურ ჯგუფთან ლოს კიარკას. მაგრამ მალე იპოვეს ორიგინალური გამოსავალი, დახოცეს ბოლივიელი მუსიკოსები, მოიხადეს 15 წელი და ახლა უკვე ამ სიმღერას მათ ვერავინ შეედავება. მას ასე ჯგუფი კაომა სიმღერით ლაზიკაზე. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ამ კონცერტის ორგანიზატორი, ქალაქ ლაზიკას მერობის კანდიდატი ვალიკო. დღეს ჩვენ ყველანი ლაზიკელები ვართ. და ჩემი საარჩევნო სლოგანია გასაკეთებელი აქ არის თუ არის. სად არის ტაში? ხარი დამიჭირეთ და მომეცით საშუალება რომ გემსახუროთ. დიდი მადლობა. ვალიკო! ვალიკოს ამ ცეცხლოვან გამოსვლაზე ერთი არაჩვეულებრივი ლექსი გამახსენდა. ქართლ, კახეთი, იმერეთი
გურია და ლაზიკა მობძანდეს ახლა სააკაშვილი და როგორც უნდა დაამთავროს ეს ლექსი. უგაცრავად გავცხარდი ცოტა გავცხარდი. კი ბატონო, განვაგრძოთ ჩვენ კონცერტს განაგრძობს სტუმარი იტალიიდან. მას ხან ახალ კარუზოს ეძახდნენ, ხან ბებერ ანდრიჯოხაძეს. 55 წლის ასაკში მან ერთდროულად დაკარგა ხმა და სინდისი და კვლავაც განაგრძოს სიმღერა. თუმცა ჩვენ კონცერტში მონაწილეობაზე იმდენად იაფად დაგვთანხმდა, რომ უარის თქმა არც გვიფიქრია. ქალბატონებო და ბატონებო, სიმღერით ლაზიკაზე რობერტინო ლორეტი. მას მაჰმუდ ისამბაევი საქართველოს კამერტონს ეძახდა, ხოლო იგი ისამბაევს ჯემალიჩს. დღევანდელ კონცერტს დაასრულებს არც მეტი, არც ნაკლები, არც ლეილა, არც ლამზირა, ლელა წურწუმია სიმღერით ლაზიკაზე. გადაცემას მოკლე საინფორმაციო გამოშვებით განვაგრძობთ. მას ასე დღეს გამოშვებაში იხილავთ. მთავრობის გაფართოებული ხდომიდან გამოსულ დეპუტატებს წვიმამ მოუსწრო და დაასველა. მათ საკუთარი ტანსაცმელი იქვე ახლოს მცხოვრებმა დიმიტრი შაშკინმა შესთავაზა. მისი წინადადებით ისარგებლეს ნიკოლოზ რურუამ, გოგა ხაჩიძემ, ხათუნა კალმახელიძემ, გიგი უგულავამ, ზვიად სიჭინავამ, ერთმა უცნობმა ქალბატონმა და ზვიად ქორიძემ. დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში გააფრინა. ვერა ქობალია ოფიციალური ვიზიტით ეწვია კარლსონს და ინტერვიუც სახურავზე ჩაწერა. ერთ-ერთ ტელევიზიაში თანამშრომლების რელაქსაციაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ზრუნავენ. იმედის მთარგმნელი ისევ გვეკაიფება. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ასე რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ფინეთში ამ წელს მძღოლმა სინგარის ნაცვლად ჰაერში რესტორანი ასწია.
დავით აქუბარდიამ და გოგი თოფაძემ სალაპარაკო თემას ცოტათი გადაუხვიეს. ვიღაცა ინგლისელი იყო ჩასული ექსპერტი და იმას უყვებიან ეს თურქები რა გრანდიოზულ კაშხალს ვაკეთებ და სვაჩულის იქ ვიღაცა პრარაბივით იყო გურჯი იყო გვარად და უცნაური სახელით ხო დავღეცო და ამავის და მოიცადეს მაულიკერეს რა ერქვა იმას ხებზე რო დახტოდაო ერთო ბიჭი ხებზე დახტება ხებზე რო დახტოდა ფილმს არა ისა ღბერთო და არა მაულიკე არა კაცო ის Tarzan გურჯი იყო გვარად პრარაბი. საინფორმაციო გამოშვებას სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. სამტრედიაში ძროხებმა გზაზე გადასვლის კულტურით ზოგიერთ მოქალაქეს უკვე გაუსწრეს. ვარკეთილში სასმელი წყლის მილებს ერთმანეთი შეუყვარდათ. ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს ნაურუში ყურადღებით აკვირდებიან. შევჩერდეთ ცხინვალის თემაზე. ცხინვალში უკვე საახალწლო სამზადისი დაიწყო. ედუარდ კოკოითიმ პუტინის ქუჩაზე საკუთარი ჭაღი ჩამოკიდა. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სემირამიდას სახელობის დაკიდული სტადიონი გაიხსნა. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასუფთავების სამსახურმა ახალი სპეცტექნიკა შეიძინა. მეხიკოს საახალწლო ბაზრობაზე არა მარტო საბავშვო საჩუქრები, არამედ თვითონ ბავშვებიც იყიდება. Tour de France-ის მორიგი ეტაპი ინდურმა ღმერთმა შივამ მოიგო. BBC-ის ოპერატორს ნამეტანი ახლო კადრი მოუვიდა. დიდი დიღმის მუნიციპალიტეტის მეორე მიკრორაიონის 34 კორპუსში გაზის, წყლისა და ინტერნეტის შემდეგ გველის შეყვანა დაიწყეს. და ბოლოს გოგი თოფაძემ საახალწლო ნაძვის ხე დადგა. Especially when I'm in the dark, there's no one else around. I'm canvas I don't wanna see a ghost. It's the side that I've been moved. Rather have a piece of toast and watch the evening news. Lie, oh lie, oh lie, oh lie. Sometimes living until dreams ain't as easy as it seems. Roll and fly around the world in the beautiful blue. Lie, oh lie, oh lie, oh lie. Lie, oh lie, oh lie, oh lie. განვაგრძოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა. ვიფასო მეგობრებო, გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ტატიშვილი და ბატონი ბიძინა.
მე ბევრი ვიფიქრე თუ ვინ მომეწვია ამ რუბრიკაში სტუმრად და ბოლოს გადაწყდა ასე. რუბრიკის სტუმრები არიან ვახტანგ ტატიშვილი და ბიძინა მახარაძე. სხვათა შორის ორი კვირის წინ ბატონი ვახტანგის 70 წლის გახდა. მადლობა, ვახტანგ, როგორ აღნიშნეთ? აღვნიშნეთ, სახში აღვნიშნეთ ჯერ ერთი და მარტო მე კი არ გავხდი. მამამისის ბატონი ზურაბი იუბილეარია და გახდა 70 წლის. ზაფხულში. ისე ასაკთან დაკავშირებით გაგვიმართა ეს 70-ის გახდა, მე 60-ის ხვდები. ხო და გაგვიმართა რომ იმედის აღწე მოგვიწიეს, იმიტომ რომ მაესტროზე რომ მიეწიეთ და ხობეზე გადაძრობა დამჭირებოდა. რა გადასაძრობი იყო. ტელევიზია იმედი საერთოდ გამოგიწერე შეხვალ. კარგია, სხვათა შორის თქვენ ასევე მოგანიჭეს საპატიო თბილისელის წოდება, ხო? კი. სხვათა შორის უნდა მენიჭეთ მე და იმისთვინაც კვაშალისთვინაც. მაგრამ კვაშალს უთხრა შენ 60-ის ხარო და 10 წლის უცროსი ხარო და ამას რა იცი კაცო რა ხდებაო. ხო და ეს მოვიშოროთო კაცო და შენ კიდე მოვასწრებო. მოვასწრო ხო ასე თქვენს? მოვასწრო. თქვენთან ერთად საპატიო, ანუ მე როგორ ინფორმაციებს ვისვრი, საპატიო თბილისელი გახდა ასევე იოვანა. კი, იოვანა გახდა ხო. ბატონო ვახტანგ, როგორ აღნიშნეთ შენ და იოვანამ? იოვანა ძალიან კაი ხალია კაცო. ბავშვობიდან მახსოვს. მოგონებებში გადავარდა, მოგონებებშია. ბატონო ბიძინა, თქვენ გული ნუ დაგწყდებათ. საპატიო თბილისელობა ჯერ არ მოგცეს, თქვენთვის ამზადებენ საპატიო ლაზიკელის ტიტულს. მეთქმეტეს მე გონიოდან ვარ იქ ლაზები ცხოვრობენ ხო? გონიოდან ხარ იქ ლაზები ცხოვრობენ. შენ პურბარიზე რატო არ იყავი? ტატიშვილების ის რო იყო რო დაგლოცა და ვერ გიპოვეთ ხარ? აკურთხა ტატიშვილების გვარი. ხო მოგიყევი კაცო, რამდენჯერ უნდა მომაყოლოს და იგივე. ორადორი ტატიშვილი ვნახე. ერთი ცისანა ტატიშვილი მომღერალი მივედი და მივესალმე და მეორე ვიღაც კაცი მოვიდა მეც ტატიშვილი ვარო და ის მომესალმა. მე არ დამინახე იქ. არა, ვერ დაგიგაცო. ფოტოშორის მაგადა ნოდიგო ერთად. რამე და გითხრა ერთად. ტატიშვილები ხო ხართ ბევრი? მე მამსგავსებელ ვახოს, მართლა გეუბნები. ამიტომაც მოვიდი ჩვენ ახლა ორივე რო ეს იგი რო იცოდე რო ეს ერთი კაცი კი არა ორნი ვარ ეს არის მახარაძე და ტატიშვილი. მე მუშაო მონოლოგებს ყვები რაღაც პოპულარობა ამას ემატებს. საიდან არა დავი დაგითხრა კიდე ესა შენო კაცო ვახო ტატიშვილიო შენო გავხარ ვახო ტატიშვილსო მე ვთქვა ნიუჟელას მახინჯი ვარ მე დაფიქრდა ვინც მითხრა და არა ვახო გავს შენო და ნიუჟელი ეგეთი ლამაზია მე ვთქვა სხვათა შორის ასე რომ მეც ტატიშვილი ვარ როგორც ამას წინათ ლანჩხუთში ვიყავი კონცერტზე მოვიდა ერთი გურული და მე და შენ ხო ლანჩხუთში არიან გურულები ხო ლანჩხუთი ლანჩხუთი რა არის როცა ხუთი გურული საუზმოს ლანჩხუთი ხო და ვერიდა მეუდევ ახლა ეს გურულიო უი ბოდიშ პატიჟერ და თუ ცოტა უნიჭო გურულებია ლენჩხუთი იქნება შენ ნამეტანი გამოგდა არა იბადება ხუმრობა იცი რას გეტყვი იცი რა ქვია გამოშტერებულ აკლემს არა საიდან სირაკლემა ხოდა ლანჩხუთში იყავით ლანჩხუთში მოდის ეს ახლა ეს გურული და ახლა შენს გავიგონია და მეც რო ჩვენ რატომღაც იძახია რომ ეს ჩემი შვილია და შენ ვახოს ბიჭი არა ხარ ასე არა ვარ ბატონო ვახოს ბიჭი არა ვიდა ახლა ეს კაცი და მეუდება იგინე რო ხუმრობს და იმაშობა იგინე
ი ოთარი დაიში შენი ბიჭია ხო? არა მეთქი კაცო დათსავი კი არის მაგრამ ჩემი შვილი არ არის. პასტავლე ახლა ჯენა. გურულები ასეა. ხაცე რა გამახსენდა? ხო, გურულებს გვაქვს ეს თვისება რომ ესე იგი, ნუ გურულები ვარ და არ არსებობს ვარიანტი რომ რამე არ იცოდეს გურულმა. არ არსებობს და დოკუმენტურ იუმორს გიყვებით ერთ-ერთ სუფრასთან ვარ და ერთი ტიპი ყვება რომ გურულიც მაგაც იყავს და ამ გურულს მაგ პროფესორია მართლა განათლებულია ყველაფერი და უყვება სიზმარს. და ეს უყვება და ახლა ამ სიზმარში ის მევიდა და რაცხა დევინახე მიცვალებული და მე ამ მიცვალებელმა ასე მიქნა და მე გურულმა გააშენა. ეიცა, მაი არ იქნებოდა მასე. ვისის სიზმარი ამალი. ვისის მარცხება. ასეა კაცო, იმადაც ასე არა. ასე ამბობენ, თქვენ არავის არ გამსგავსებენ კიდე, მაგალითად ფილიპე მახარაძეს? გვარით. სახელით არ მკითხვა. გადაჟორი სახელზე გამახსენდა. კახეთში ვარ ჩასული. აი ახალი ამბავია. და სუფრა გაშლილი, რასაკვირველია. მაგრამ რითი განსხვავდება ეს სუფრა სხვა სუფრებისგან რომ გამგეობის თავმჯდომარე არის თამადა, ერთ-ერთი რაიონის. ანუ მთავრობაა რა. ესე იგი თამადის მოადგილე, მისი მოადგილეა და სულ მთავრობაა რა, სუფრასთან და ერთი მე ვარ საყიობ. ხო და ნუ ეს პირადი სადღეგრძელოები რო იციან ეს ერთი ადღეგრძელეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მოვიდა ჩემამდე და ეს თამადა რიხიანად ყვება ყველაფერი და ჩემამდე მოვიდა ბატონო ბიცინა კაკიმარჯო კარგად იყავი ჩარფერად იყავი შეკენაცელი ციკარი კაცი რატო ჩურჩურო მე ვთხარ იქეთ სახელი გააქვთ მაგრამ ვერ ვიცი აქტუალურია კი რას შეგეკითხები რას შეგეკითხები და გონიოდან რო არის ეს კაცი იცის ხალხმა ბევრმა არ იცის გონიოში მე მგონი ბევრი ხარ დამყოფი ხო და გონიო იმით განსხვავდება სხვა სოფლებისაგან რომ იქ ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი მუსულმანები ქართველი მუსულმანი აჭარლები ხო და გონიოს ციხე მე მგონი იცით სად არის და იმის პირდაპირ კორპუსებში ვცხოვრობ მე ჩემი და არის და მეზობელი კორპუსში აი მეზობელი არის მუსულმანი და ეს ხდება 14 წლის წინ მამა ჩემი ცხოვრებული ძალიან ცუდათაა სიკვდილის პირასა მაგრამ გურული ის გურულია მაინც ხუმრობს ხო და შემოვიდა ეს მეზობელი ნანული ქვია და უნდა რომ გული გაუკეთოს მამა ჩემს რა რომ ნუ გეშინია აბესალომ ეს ცხოვრება და ეს მუსულმანი ხო ეს მუსულმანი ხო და ეუბნება აბესალომ რაფერ ხარ რაფერ მამა ჩემი ეუბნება რაფერ ვიქნები ნანული წევარ და ველოდები როდის მოვა მიქელ გაბრიელი ეს ხალი შენ მაგის ნუ გეშინია აუცილებლად მოვა აუცილებლად მოვა აბესალომ მაგის ნუ გეშინია მაი საქმეზე აგესული იმ საქმეს მოატარეს და მოვა არის ახლა ახლა მე აუხსენს რომ რასკელს გო მაი იზრაელია ეს მიქელ გაბრიელი უცვლად ყოფილა იზრაელი ნე რაუკენ ახლა გასტროლებზე ხშირად დადიხართ ხოლმე თქვენ დადიოდით დადიხართ გასტროლებზე ამას ასაბლი ყავდა გონიო ემი რას ნიშნავდა გონიემი ხო არა ამას გონიო ემ რას ნიშნავდა მახარაძე რას ნიშნავდა გონიო მახარაძე ეხა ამ გასტროლებზე გასო ნაშები ჩითავდა ეს რომელია ისა ქალები ხო კი იყო დაგავიწყო უგაცო როდის იყო მაგას მე ჩითავდა მომიყევით რა მაინტერესებს თქვენი თავების ნაშები ისე თუ მღერებ ჯობია სიმღერაც გაქვს ნაშებზე გაცო ყველაფერზე გაქვს სიმღერები მაგრამ მე ისეთი სიმღერა მაქვს ახლა თლათ ისეთი არ არის თლათ მატურიანი არ არისო იძახის არა უცენზურო სიტყვებში არა მაგრამ ასეთი თქვა დედააზრი ნამოკებია ასე თქვა იქა რომ ესე იგი და სიმღერას დავარქვი ლახის ამბობი კეიცი მაგრამ მე ამ სიმღერას დავარქვი
გლახაკალის და ამბობი. გლახაკალის მონოლოგია უღოდ მუსიკალურად რა. გიტარაა საჭირო. გიტარის მეტი რამ აქვს. რა შემთხვევით აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით. გლახაკალის. მე ნახეთ თუ აქ კიდე 1-2-3 გიტარა რა მოვიდეს. ყველა ქალზე ცალკე გიტარა ჭირდება. ადრე რა ბევრი გიტარები მქონდა. ელექტროც ქონდა, ელექტროს ქონდა. ყველაფერი თავის ვიბრატორები თელიანა. ოხ. მოგეთ გლახაკალის და ამბობი. ქალი და მისი გიტარა რა. აჰა. გლახაკალის და ამბობი ქვია ამას? კი. კი ბატონო. გამგები გაიგები. ბავშვები ვერ გაიგები. ქალი და მისი გიტარა. მე დედამ ინსტრუმენტი მაჩუქა. ჩემზე რომ იმშობი არა. რომ გავიზარდე მითხრა ჩუმა. გოგო, ეგ არის შედი გიტარა. გიტარა კარგად შეინახე. არავის მისცე და კრისნება. ბიჭებს ნუ დანახე. გაგიფუჭონ შეიძლება. 16 წლისას მე ვიგრძენი რა მუსიკაცა და მქონდა აღერდა ჩემი ინსტრუმენტი თუმცა სიმები არ ქონდა ერთხელ რესტორანში ვიყავი იქ დედა ჩემი არ იყო მე იქ ხმაწვილი გავიცანი მან ინსტრუმენტი ამიწყო ორი აკორდი გიტარაზე ამაღებინე მთხოვა და რა მექდა დავთან ხვდი ამაზე აუ რა მაგრად უკრავდა მას შემდეგ ხელი უბანი ზედ უკრავდა მუსიკის ფართო პროგრამას და ეხლა იმ გიტარის დაცვლად მე დავატარებ კონტრაბას კონტრაბასი ანეკდოტი გავახსენდა, კაი, კახელმა რო დაინახა კონტრაბასი, იცი? მაგაი რამოდენ აყაბა დაჭირდება. რამე ახალი საიუბილეო პროგრამა ხო არა გაქვს? ხო არ ამზადებთ რამის? კი, მე და ნუგზარი კვაშალი, ახლა ნუგზარი არის წასული მასში საბერძნეთში. ერთი კვირით ჩამოვა და რაღაცა სადმე ალბათ სადმე კონცერტში შეგტენიან ალბათ რა ვიცი. მაგრამ გაისად ვაპირებთ ასე ვთქვათ უფრო ფართო აღუდისო ჩვენი იუბილე. არა, რო გათფება რა ცოტა. რო დათფება, იმაში დიდ დარბაზში ალბათ აღუდისდა. საქართველოს ტური არ იქნება. ორადორი იუბილარი, ორი ჯუჯავან, რა არის საქმე? სასწაული, ასწავლე. კარგი. თუ მადამდე რა თქვა უნდა არ გაფუჭი დამიდი. საქართველოს მასშტაბით არ იგეგმება არაფერი? საქართველოს მასშტაბით თუ დაგვიძახები, რატო არა კაცო? გასტროლებზე წახვალთ. კი, ახლა მაგალითად ეგერ ვეხვეწები ბათუმსები, ჩამთეთ რა მე მაშინ მეთქი კაცო. რამე კონცერტში ბათუმელი კაცი თუ გიდა ბოტანიკურ ბაღში ჩამევეკიდები რა ლიანას და ისე ვიმღერებ რა მიშოლობა კაცო. დავარია რომ რაღაცა იყოს რა ასე ვთქვათ. საინტერესო რა. ახალ დარბაზში მინდა გავევიდე. ახალში. კი. კარგია. კარგია, ძალიან დიდი მადლობა ხალხო. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო რუბრიკა ტატიშვილი და ბატონი ბიძინა. სადაც სტუმრები იყვნენ ვახტანგ ტატიშვილი და ბიძინა მახარაძე.
განვაგრძოთ გადაცემა თეა ბიჭებო, ეხლა არის ის დრო ზუსტად რადიოში რო გავდივართ ეთერში, უკვე იცით თქვენ რადიო დუდუკი AM 972. დიდი მადლობა. საერთაშორისო ხელფასი მომიმატეს რადიო დუდუკში, კი რადიო დუდუკში არაჩვეულებრივი ბიჭო, თქვენ თავისთავად ეხლა ნუ ხარ სულ მემეზე, ნუ ხარ მაცადე 1 წუთი, 5 წამი დარჩა 5, 4, 3, 2, 1 ეთერში ვართ. მოგესალმებით ძვირფასო რადიოს მსმენელებო, მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო დუდუკს AM 972-ზე, მე DJ ოთუნა ვარ, რადიო დუდუკი გვისმინეთ, თორემ სამსახურიდან გაგვაგდებენ. სანამ გადაცემაში სტუმრებს მოვიწვევდე, რამდენიმე SMS-ია თქვენი მოსული ძვირფასო რადიოს მსმენელებო და მე რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში წავიკითხავ, პირდაპირ რადიო ეთერში ოთუნა, ახლა ჩემთან არიან ნაციონალები ვარძელა, კირკიტა, პატარა გაბუშა, გოროზა და პეტრე ცისკარიშვილი. მინდა გავეკაიფო, გთხოვთ გაუშვათ ბერას ნებისმიერი სიმღერა. შემდეგი SMS-ი დირიმ ბილმირიკ ბაირაკ ქუჩუკ. Yara Bilil Mlar, Sağol DJ Otuna. Tamam.